თავი 36. აჰა მოდგმა ესავისა, ანუ ედომის. მოიყვანა ესავმა ქანაანელი ცოლები, ყადა ხეთელი ელონის ასული და ოჰოლიბამა, ყანას ასული ხეთელი ციბეონის ძისა და ბასმათი ისმაელის ასული, ნებაიოთის და. უშვა ყადამ ესავს ელიფაზი, ხოლო ბასმათმა შვა რეღუელი. ოჰოლიბამამ შვა იეყუში, იალღამი და კორახი. ესენი არიან ესავის ძენი, რომელიც შეეძინა მას ქანაანის ქვეყანაში. წაიყვანა ესავმა ცოლები, ვაჟები და ასულები, მთელი თავისი სახლეული, ჯოგი და მთელი პირუტყვი. წაიღო მთელი თავისი მონაგები, რაც კი ქანაანის ქვეყნად ჰქონდა შეძენილი და წავიდა იაკობისგან, თავისი ძმისგან, სხვა ქვეყანაში. რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და ვერ შეიძლეს ერთად ცხოვრება, ვერ დაიტია ისინი ჯოგების სიმრავლის გამო მათი მდგმურობის ქვეყანა. დასახლდა ესავი სეყირის მთაზე, ესავი იგივე ედომია. აჰა მოდგმა ესავისა, ედომელთა წინაპრისა სეყირის მთაზე. ესავის ძეთა სახელები: ელიფაზი, ძე ყადასი, ესავის ცოლისა, რეღუელი, ძე ბასმათისა, ესავის ცოლისა. ელიფაზის ძენი არიან თემანი, ომარი, სეფო, გაყთომი და კენაზი. ელიფაზ ესავის ძეს ყავდა ხარჭა თიმნაყი, რომელმაც უშვა ელიფაზ ყამალეკი. ესენი არიან ძენი ყადასი, ესავის ცოლისა. რეღუელის ძენი ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. რეღუელის ძენი ნახათი, ზერახი, შამა და მიზა. ესენი იყვნენ ძენი ბასმათისა, ესავის ცოლისა. ხოლო ოჰოლიბამას, ყანას ასულის, ციფყონის ასულის, ესავის ცოლის ძენი, რომელიც უშვა მან ესავს, იყვნენ იეყუში, იაღლამი და კორახი. აჰა ესავის ძეთა თავკაცნი, ძენი ელიფაზისა, ესავის პირმშოსი, თავკაცი თემანი, თავკაცი ომარი, თავკაცი ცეფო, თავკაცი კენაზი, თავკაცი კორახი, თავკაცი გაყთომი, თავკაცი ყამალეკი. ესენი არიან ელიფაზიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში. ყადას ძენი. აჰა ძენი რეღუელისა, ესავის ძისა, თავკაცი ნახათი, თავკაცი ზერახი, თავკაცი შამა, თავკაცი მიზა. ესენი არიან რეღუელიანთ თავკაცნი ედომის ქვეყანაში. ბასმათის ძენი, ესავის ცოლისა. აჰა ძენი ოჰოლიბამასი, ესავის ცოლისა, თავკაცი იეყუში, თავკაცი იაღლამი, თავკაცი კორახი. ესენი არიან ოჰოლიბამიანთ თავკაცნი, ყანას ასულისა, ესავის ცოლისა. ესენი არიან ესავის ძენი და მათი თავკაცნი. ეს არის ედომი. აჰა ხორელი სეყირის ძენი, ამ ქვეყნის მკვიდრნი, ლოტანი, შობალი, ციფყონი, ყანა, დიშონი, ეცერი, დიშანი. ესენი არიან ხორელი თავკაცნი, სეყირის ძენი, ედომის ქვეყანაში. ლოტანის ძენი იყვნენ ხორი და ჰემამი, ხოლო ლოტანის და იყო თიმნაყი. აჰა ძენი შობალისა, ყალვანი, მანახათი, ღებალი, შეფო და ონამი. აჰა ძენი ციფყონისა, აია და ყანა, ის ყანა, რომელმაც უდაბნოში თბილი წყარო იპოვა, როდესაც მამამისის ციფყონის ვირებს მწყემსავდა. აჰა ყანას ძენი, დიშონი და ოჰოლიბამა, ყანას ასული. აჰა დიშონის ძენი, ხემდანი, ეშბანი, იეთრანი და ქერანი. აჰა ეცერის ძენი, ბილჰანი, ზაყავანი, ყავანი და ყაკანი. აჰა დიშანის ძენი, ყუცი და არანი. აჰა ხორეელთა თავკაცები, თავკაცი ლოტანი, თავკაცი შობალი, თავკაცი ციბყონი, თავკაცი ყანა, თავკაცი დიშონი, თავკაცი ეცერი, თავკაცი დიშანი. ესენი არიან ხორეელთა თავკაცები, თავთავიანთი ტომების და მიხედვით სეყირის ქვეყანაში. აჰა მეფეები, რომლებიც მეფობდნენ ედომის ქვეყანაში, ვიდრე ისრაელის მოდგმის მეფეები ეყოლებოდათ. მეფობდა ედომში ბელაყი, ბეყორის ძე, მის ქალაქს ერქვა დენჰაბა. მოკვდა ბელაყი და გამეფდა მის ნაცვლად იობაბი, ზერახის ძე ბოცორელი. მოკვდა იობაბი და გამეფდა მის ნაცვლად ხუშამი, თემანელთა ქვეყნიდან. მოკვდა ხუშამი და გამეფდა მის ნაცვლად ჰადადი,
ბედადის ძე, მიდიანის მძლეველი მოაბის ველზე. მის ქალაქს ერქვა ყავითი. მოკვდა ჰადადი და გამეფდა მის ნაცვლად სამლა მასრეკადან. მოკვდა სამლა და გამეფდა მის ნაცვლად საული დინარისპირა რეხობოთიდან. მოკვდა საული და გამეფდა მის ნაცვლად ბაალ-ხანანი ყაქბორის ძე. მოკვდა ბაალ-ხანანი ყაქბორის ძე და გამეფდა მის ნაცვლად ჰადარი. მის ქალაქს ერქვა ფაყუ, მის ცოლს ერქვა მეჰეტაბიელი, ასული მატრედისა, ასული მეზაჰაბისა. აჰა ესავიანთა თავკაცების სახელები მათი გვარტომობისა, ადგილთა და სახელწოდებათა მიხედვით. თავკაცი თიმნაყი, თავკაცი ღალვა, თავკაცი იეთეთი, თავკაცი ოჰოლიბამა, თავკაცი ელა, თავკაცი ფინონი, თავკაცი კენეზი, თავკაცი თემანი, თავკაცი მაბძარი, თავკაცი მაგდიელი, თავკაცი ყირამი. ესენი არიან ედომის თავკაცნი, თავთავიან სამკვიდრებელთა მიხედვით, მათ წილხვედრილ ქვეყანაში. ეს არის ესავი, ედომელთა მამამთავარი.